საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს საერთაშორისო ტენდერის შედეგების შესახებ, რომლის თანახმადაც იქ სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია Westgulf Petroleum Engineering Company Ltd. აღნიშნული ბლოკი 4336 კვადრატული კილომეტრის ფართობს მოიცავს და მდებარეობს თიანეთის, ზაგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. საქსტატის მონაცემებით 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 259 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა ჯამში 550,716 კვადრატული მეტრის ფართობზე, მათ შორის 71 ნებართვა თბილისში, 80 აჭარაში, 25 კახეთში, 24 გურიაში, 16 სამცხე ჯავახეთში, 15 იმერეთში, 6 სამეგრელო ზემო სვანეთში და 4 დაჭალაჩხუმი ქვემო სვანეთი და შიდა ქართლი, ხოლო 2 ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. როგორც ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში შედგა, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპოაშვილიც დაესწრნენ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქმიან საღამოს გიორგი თოლორდავასთან ერთად. დავიწყოთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა. დებატების დასრულების შემდეგ რეზოლუციას მხარი ასამბლეის 114 წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ 13 წევრი იყო. რეზოლუციის მიღებას წინ საქართველოს შესახებ გამართული დებატები უძღოდა. დებატების მიმდინარეობისას ფეისში ისმოდა კრიტიკული განცხადებები საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ასამბლეის წევრებმა ქართული ოცნების უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარეს. ფეისის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეზოლუცია ქართული ოცნებისგან 2025 წლის აპრილამდე კონკრეტული დათქმების შესრულებას მოითხოვს. მათ შორისაა დაკავებულების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა, ძალის გადამეტებაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და სხვა. რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მნიშვნელობას, რაც ამ პირობების შესრულების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამასთან ერთად, მიღებული რეზოლუციით ასამბლეა იტოვებს უფლებამოსილებას საქართველოს წევრების საკითხს აპრილში კიდევ ერთხელ გადახედოს. მანამდე კი ქართული ოცნების დელეგაციას ფეისში მხოლოდ შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. ფეისის რეზოლუციის საპასუხოდ ქართული ოცნების დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა დააანონსა. ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. მისი თქმით, მოწოდება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ სცდება ამ ასამბლეის კონცეფციას. ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონზე მეტი ოცნების ამორჩევლის ნებას. ჩეხეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაღალშინოსან სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ღარაზიშვილი, იგივე ხარება, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ოცნების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან. როგორც საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. ცნობისთვის დღეს სომხეთში ირაკლი კობახიძეს იმყოფება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ 2025 წელი ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი იქნება. ამის შესახებ მან სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 ხტომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი ორივე ქვეყნისათვის ეფექტური და წარმატებული იყო. 2025 კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც გზავრების მიმოსვლას, ასევე საქონელ ბრუნვას და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნეს ტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბიზნეს საქმიანობისთვის და ეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის და სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის გაკეთდება. PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შემთხვევაში ფარმაცევტულ დარგში 200 მილიონი დოლარის ინვესტირების მზაობას გამოთქვამს. ბიზნესმენი MR ჯგუფის მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან მას არაერთი ასეთი დაპირება ახსოვს, მათ შორის ის წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს იხსენებს. ოქრიაშვილი ამბობს, რომ სანამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება იქნება, რომელიც ბიზნესს აშანტაჟებს, მანამდე ვერც არაბული ინვესტიციები უშველის ქვეყანას და ვერც ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩამოყალიბდება. გავრცელდა ინფორმაცია 5.7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული საამიროებიდან. თუ ეს ასეა, ძალიან გამიხარდება, მაგრამ მეც და საზოგადოებასაც გვიჩნდება ეჭვი. საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს ინვესტიცია, თუნდაც წყალტუბოს მაგალითზე. მე-6 წელი გადის დაპირებიდან, რომ წყალტუბო წყალკოტი უნდა გამხდარიყო, თან პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო ფიცი, მაგრამ რამე გაკეთდა? რამდენი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს პირადად ივანიშვილისგან? ან ბოლო 12 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში რაიმე ახალი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა? რა თქმა უნდა, არაფერი, იმიტომ რომ ხედვა არ აქვთ. თუ ეს არაბული ინვესტიცია მართლაც განხორციელდება, მაშინ ორი კითხვა მექნება. ვის ეკუთვნის ორი უზარმაზარი ტერიტორია თბილისში და გონიოში, სახელმწიფოს თუ კერძო პირებს, სადაც ინვესტიცია უნდა განხორციელდეს? თუ კერძო პირებს ეკუთვნით, ეს ნაკვეთები რა ვითარებაში და რა პირობებით გასხვისდა? ერთი სიტყვით, მაინტერესებს ამ ინვესტიციის გამჭვირვალობა ქართული მხრიდან. საზოგადოებამ უნდა აწარმოოს მონიტორინგი, ხომ არ არის ჩადებული ამ პროექტში რაიმე კორუფციული. შემდეგი საკითხია 5.7 მილიარდი დოლარი ბევრია თუ ცოტა ჩვენი ქვეყნისთვის და რეალურად რამდენ წელიწადში შეიძლება ჩაიდოს ეს თანხა მშენებლობაში? ჩემი აზრით, ყველაზე კარგ შემთხვევაში ამ ინვესტიციის ეტაპობრივად შემოსვლას, ანუ ასეთი მასშტაბური მშენებლობის დასრულებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. უხეშად რომ დავთვალოთ და მთლიანი საინვესტიციო თანხა გავყოთ 5 წელზე, მივიღებთ წლიურად დაახლოებით 1.15 მილიარდ დოლარს, რაც ძალიან კარგია. მაგრამ აქვე ეს თანხა ჩვენი ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხულ პირდაპირ ინვესტიციას, ანუ ფულად გზავნილებს რომ შევადაროთ, რაც საქართველოს ეკონომიკაში და საბანკო სექტორში ირიცხება და 2024 წლის მაგალითზე 3.36 მილიარდი დოლარია, ნახავთ რომ სავარაუდო არაბული ინვესტიცია თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. და აი ამ ხალხს, ვინც საქართველოს და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებასაც ინახავს, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება წაართვეს, რადგან არ გაუხსნეს საარჩევნო უბნები, მათი ოჯახის წევრების უდიდესი ნაწილი კი დააშინეს და ხმა არალეგიტიმური დე-ფაქტო ხელისუფლების სასარგებლოდ იძულებით მიაცემინეს. ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს მომდევნო თვეებში ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოუწიოს. როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა BMG-ს განუცხადა, რამდენიმე თვეში გამოჩნდება თუ რა სტრატეგიით წავასები ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას გადაწყვეტს თუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. გიორგი ხიშტოვანის თქმით, ამ ვითარებაში არსებობს მოლოდინი, რომ მომდევნო პერიოდში ინფლაცია დაჩქარდება. მოდენიმე თვეში დადგება ეროვნული ბანკი ამ გამოწვევის წინაშე რა სტრატეგია აერჩიოს. სტრატეგია იქნება ორიენტირებული შენელებული ზრდის თუნდაც რაღაცა სტაბილურ დონეზე შეჩერებისკენ, თუ სტრატეგია იქნება მიმართული, რომ ფასების ზრდა ასე ვთქვათ შეაკავოს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ აი 2-3 თვეში ინფლაციის მაჩვენებელი უფრო რაღაცნაირად მოგცემს ინდიკაციას, რა მიმართულებით შეიძლება აერჩიოს ეროვნულმა ბანკმა თავისი სტრატეგია. ანუ თუ ინფლაცია გაიზარდა ძალიან სწრაფად, მას მოუწევს რეაგირება. ეკონომისტების ნაწილის მოლოდინით მიმდინარე წელს შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ზე დაბალი იყოს. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკის განახლებული მოლოდინით საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდს 5%-ს დაუბრუნდება. როგორც კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა მარინა გულედანმა BMG-ს განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე მოსალოდნელია, რომ სავალუტო შემოდინებების კლების ტენდენცია გაგრძელდება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზეც ნეგატიურად აისახება.
რომ უნდა დაუბრუნდეს რაღაც უფრო ბუნებრივ მაჩვენებელს არის გასაგები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა ტიპის კრიზისში არის უკვე ეკონომიკა შესული, მე არ გამოვრიცხავ, რომ ის 5%-იც არ იყოს რეალისტური. გააჩნია რა მოხდება, ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის განცხადებაში წერია დეესკალაციის თემაც, ხო? ანუ იდეალური იქნებოდა, რომ მომხდარიყო იდეალური მომდღევანდელი გადასახედიდან, რომ მომხდარიყო დეესკალაცია, პოლიტიკური პრობლემის, რომ ეს წყაროები, თქვათ, შემოდინებების აღდგეს. თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც Free Business G-ის მოთხოვნებზე სურთ ხელის მოწერა, ისევ გაიხსნება. ამის შესახებ იდეის ავტორმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, გამოჩნდა ბევრი ბიზნესი, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით განცხადებაზე ხელის მოწერა ახლა გადაწყვიტა. არის მოთხოვნა, რომ სხვა კომპანიებიც შემოუერთდნენ განცხადებას, თქვენ იცით, რომ დრო ჩვენ ქონდა დახურული გქონდათ ეს, იმიტომ რომ ახალ წლამდე ითხოვდნენ, ესე ვთქვათ, ხო, მაქვს ეს კითხვაც, რომ რატომ არ შეიძლება, რომ ვთქვათ, ეს ახალ წლამდე და თქმა მოიხსნას და ისევ გაიხსნას. შეიძლება და ეგ არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც გეგმავთ და მაგაზე იყო აშკარა კონსენსუსი, რომ არიან კიდე კომპანიები, რომლებმაც ან თავის დროზე ინფორმაცია ვერ მიიღეს, ან პოზიცია შეიცვალეს, ან დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკას პრობლემა ექნება და მართალს ვამბობდით ჩვენ და შესაბამისად უნდათ რომ შემოუერთდნენ. თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა არის გაერთიანება ბიზნესების, რომლებსაც უნდათ, რომ ბიზნეს გარემო საქართველოში იყოს თავისუფალი, რომ იყოს თავისუფალი პარტიული პოლიტიკისგან, რომ იყოს ინოვაციური და რომ რაღაცნაირად დემოკრატიულობის მაგალითი აჩვენოს ამ პლატფორმამ, როგორი დემოკრატიაც გვინდა რომ გქონდეს ქვეყანაში, ისეთივე დემოკრატიის მაგალითი პატარა პრეცედენტი გვინდა რომ შევქმნა თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა. შემდგომ ყველა გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში იღებენ წევრები. ესეთ შეხვედრების ორგანიზება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, განცხადების გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ინფორმირება, ძალიან ბევრი კომპანია ითხოვს, რომ აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია და შევქმნათ მათ შორის ინსტრუმენტები, რომლითაც ლაივ რეჟიმში შეიძლება ეკონომიკის მონიტორინგი. მაგალითად, ცალკე ეკონომიკურ და ცალკე სოციალურ კომპონენტში. ყაზახეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის ფინტექ კომპანია Kaspi Case, რომლის აქციები მოგხსენებათ NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, თურქეთის ბაზარზე შედის. თურქეთის 100 მილიონიან ბაზარზე გააქტიურებისათვის Kaspi Case ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის ჰეფსიბურადას 65.4%-იანი წილი შეიძინა, რაშიც 1 მილიარდ 127 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი დღის რიცხვია. NASDAQ-ის ინფორმაციით, ტრანზაქცია უკვე წარმატებით არის დასრულებული. გარიგების შედეგად Kaspi Case თურქული კომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეფსიბურადა საჯარო კომპანია, რომლის აქციები აგრეთვე NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ტრანზაქციის დახურვის შემდეგ ორივე კომპანია საკუთარ ბრენდს და საოპერაციო სტრუქტურებს შეინარჩუნებს. 2000 წელს დაფუძნებული კომპანია თურქეთში ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა. გასულ ფისკალურ წელს ის 12 მილიონ მომხმარებელს და 100,000-მდე მერჩანტს მოემსახურა, რომელთაც პლატფორმაზე დაახლოებით 4 მილიარდის საქონელი გაყიდეს. გასული წლის პირველ ნახევარში კომპანია მოგებაზეც კი გავიდა. ონლაინ მაღაზიის გარდა თურქული კომპანიის ეკოსისტემაში ვხედავთ როგორც პროდუქტების მიტანის სერვისს, ასევე ონლაინ გადახდების პლატფორმას, უპროცენტო განმადების ფუნქციონალს და სარეკლამო ბიზნესს. აქვე ცნობისთვის გეტყვით, რომ Kaspi Case ცენტრალური აზიის უდიდესი ფინტექ კომპანია, რომელიც ფინანსური პროდუქტების გარდა აერთიანებს როგორც ონლაინ მაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინ გადახდის ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და აგრეთვე cloud სერვისებს. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi Super App-ია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. 2024 წლის 3 კვარტალის მონაცემებით კომპანია ჯამური შემოსავალი 34%-ით გაზარდა და ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 23%-ით იმატა და 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ლომთაძე ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი დაახლოებით 5.8 მილიარდ დოლარად აფასებს. დღეს ახმიან საღამოში ძალიან ბევრს ვისაუბრებთ კომპანიებზე, მათ შორის შევეხებით Meta-ს, ანუ პლანეტის ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელების მფლობელ კომპანიას, რომელმაც წარმოადგინა ფინანსური შედეგები და ეს შედეგები მინდა
გითხრათ, რომ აღმოჩნდა რეკორდული და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, რადგანაც მეტამ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავი ზრდის დინამიკა დააფიქსირა. ასევე არაერთი საინტერესო სიახლე ისმის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც კი კორპორაციული სექტორიდან, ასევე რა თქმა უნდა მთავრობიდან, ვინაიდან ტრამპი არ ჩერდება ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს, მათ შესახებ კი ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად გიყვებით საქმიან საღამოში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება ამერიკის ცენტრალური ბანკის, ანუ ფედერალური რეზერვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მისი ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ამ საკითხზე კი სწორედ ახლა მოგიყვებით. გუშინ ღამით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ფედის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფედმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლად 4.5%-იან ნიშნულზე დატოვა, რაც გასაკვირი არავისათვის არ ყოფილა. პაუელმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვი ერთგული რჩება თავისი ორმაგი მანდატის, რაც დასაქმების წახალისებას და ქვეყანაში ფასების სტაბილურობის დაცვას გულისხმობს. მისი თქმით, ეკონომიკა კვლავ ძლიერია და ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესიც იქნა მიღწეული, განსაკუთრებით 2024 წელს, როდესაც ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა თითქმის 2%-ით გაიზარდა. ფედის ხელმძღვანელის თქმით, შრომის ბაზარი უკვე სტაბილურია. ბოლო 3 თვის განმავლობაში საშუალოდ 170,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო უმუშევრობის დონე გასულ თვეს საერთოდაც 4.1%-მდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასების ზრდა შენელებულია, რაც შრომის ბაზარს უფრო დაბალანსებულს ხდის და ეკონომიკაზე ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს. პაუელი იმასაც აღნიშნავს, რომ ინფლაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2%-იან სამიზნე ნიშულს ისევ ოდნავ აჭარბებს. როგორც ცნობილია, წლიური ინფლაციის დონე ამერიკაში ამჟამად დაახლოებით 2.6%-ის ფარგლებშია. ჯერომ პაუელის განცხადებით, ფედერალური რეზერვი ყურადღებით აკვირდება ყველა ეკონომიკურ რისკს და საჭიროების შემთხვევაში მონეტარულ პოლიტიკას შეასწორებს. ამასთან მიმდინარეობს ფედერალური რეზერვის 5-წლიანი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის განხილვა, რომლის დასრულებაც 2025 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. აქვე, ვინაიდან ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ვისაუბროთ და შევეხოთ იმ საკითხსაც, რაც უკავშირდება საფონდო ბირჟას და ზოგადად ბაზრის, ასე ვთქვათ, პასუხს ფედის ხელმძღვანელის განცხადებების მიმართ. ზოგადად ბაზარმა ჯერომ პაუელის განცხადებები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიტრალურად მიიღო, რადგანაც გამოკვეთილი მიმართულება უოლ-სტრიტზე არ ყოფილა. დღევანდელი სავაჭრო სესია საკმაოდ პოზიტიურადაც კი დაიწყო დაახლოებით 0.5%-იანი ზრდა ავიხილეთ, თუ კი რამდენიმე კომპანიას არ გამოვაკლებთ, რომლებმაც ან ცუდი ან ზედმეტად კარგი შედეგები დააფიქსირეს, რაც პრინციპში არის ტრადიციული მოვლენა. ფედის ხელმძღვანელების მხრიდან ჩვენ ვიხილეთ ბოლო შეხვედრაზე ფაქტობრივად ნეიტრალიტეტი, რადგანაც ვინაიდან ეს არის მისი პირველი სიტყვით გამოსვლა შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ის ერიდებოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რადიკალური განცხადებების გავრცელებას, განსაკუთრებით იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს დიდად არ მოსწონს ფედის მიერ ამჟამად გატარებული მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ტრამპი მოითხოვს განაკვეთების შემცირებას, თუმცა ტრამპს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არანაირი ძალაუფლება ფედზე არ აქვს, რადგანაც ფედერალური რეზერვი არის ამერიკაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო, მას აქვს საკუთარი მანდატი და ვერც პრეზიდენტი, ვერც კონგრესი და ვერც მოსამართლე ვერავერს ვერ აიძულებს ფედერალურ რეზერვს, რადგანაც ამ უწყებამ უნდა იზრუნოს გრძელვადიან კეთილდღეობაზე და გრძელვადიან სტაბილურობაზე. შესაბამისად, ფედის გეგმები იზომება 10 წრეულებში და არც 1 ან 2 კვარტალში. ამიტომაც ტრამპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაუელის მიდგომებს დიდად რადიკალურად ვერ შეძლებს, თუმცა ის მოგეხსენებათ ამბიციური ადამიანია და მან თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერომ პაუელმა, როდესაც ამ შეხვედრაზე არ დაწია განაკვეთი ქვევით, ამითი კიდევ ერთხელ მიაყენა ამერიკის ეკონომიკას დარტყმა და ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ის პრობლემა, რომელიც დღეს ამერიკაში არის, ანუ საუბარი გვაქვს ინფლაციაზე, არის თავად ფედის მიერ შექმნილი, რადგანაც თავის დროზე 2020-21 წლებში, როდესაც ინფლაცია ამერიკაში დაჩქარდა, ეს ყველაფერი იყო განპირობებული მისი თქმით, ისევ და ისევ ფედის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით. ამ საკითხზე შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვიმსჯელოთ, ეს ფისკალურმა ხარჯებმა გამოიწვია თუ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, მაგრამ ტრამპი როგორც ჩანს ამ ყველაფერს აბრალებს ფედის იმ დროს გატარებულ პოლიტიკას. აქვე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, განაკვეთის უცვლელ დატოვებაზე და ზოგადად წლის პერსპექტივაზე. სავარაუდოდ წელს ფედი განახორციელებს 2
დიდ ინტერვენციას, დიდი ცვლილებები წელს არ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება ეტაპობრივი შემსუბუქების, ასე ვთქვათ, მიდგომა, რაც საფონდო ბირჟებზე და ზოგადად ეკონომიკაზე აისახება შემდეგ გვარად. კაპიტალის დიდად არ გაიაფება, რა თქმა უნდა, არ შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რადგანაც ინვესტორებს მოგეხსენებათ უყვართ იაფი კრედიტი და იაფი პული, ხოლო თუ კი ფედი მომდევნო 6 თვის განმავლობაში მაგალითად არაფერს არ იზამს, ეს რა თქმა უნდა ფულს არ გაიაფებს, რაც საფონდო ბირჟის ზრდას ცოტა არ იყოს და შეზღუდავს, მაგრამ თუ კი ერთით მეტი ინტერვენცია განხორციელდება, ან მაგალითად მომდევნო ინტერვენცია იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე მას მოელიან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საფონდო ბირჟისათვის იქნება უდიდესი კატალიზატორი. ასევე ეს ძალიან კარგად და პოზიტიურად აისახება სავარაუდოდ კრიპტობირჟაზე, თუ კი რა თქმა უნდა მოხდება, ვინაიდან კაპიტალის გაიფება ზუსტად იმ პრინციპით მოქმედებს კრიპტობირჟაზე, რა პრინციპითაც მოქმედებს მაგალითად ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასზე, რადგანაც კრიპტო და ზოგადად საფონდო ბირჟა ცოტა არ იყოს და ერთმანეთთან ტანდემში მოძრაობენ. აგრეთვე ამ ყველაფერს გავლენა ექნება ოქროზეც, ვინაიდან ოქრო მაშინ იძენს თავის ღირებულებას, როდესაც ამერიკული დოლარი უფასურდება, ხოლო ამერიკული დოლარის გაუფასურებას თავის მხრივ იწვევს, რა თქმა უნდა, ფედის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის დაწევა, რადგანაც ოქრო მაშინ არის მყარი, როდესაც დოლარი არის დასუსტებული, ხოლო დოლარი მაშინ არის ძლიერი, როდესაც განაკვეთი არის გაზრდილი. მოკლედ, აქ არის ასეთი ძალიან საინტერესო მიმართება. და თუ კი გავითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მოცემულობა, რაც დღეს არსებობს ბირჟებზე, პრინციპში მომდენო 2-3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება, რადგანაც ფედი არაფერს რადიკალურს არ ამბობს და იმის მოლოდინი, რომ ინფლაცია ხვალ მაგალითად 3.5% გახდება ან 4%, ეს რა თქმა უნდა არის არარეალისტური, ამისი არ უნდა გჯეროდეს და არც იმისი არ უნდა გჯეროდეს, რომ მაგალითად პაველი გამოვა ზეგდილით და იტყვის, რომ რეფინანსირების განაკვეთი მაგალითად 1.5%-ით დაიწევს კვირის ბოლოს. არც ეს არ მოხდება, სავარაუდოდ ამერიკაში იქნება სტაბილურობა, რაც პრინციპში ინვესტორებსაც მოსწონთ, ეკონომიკასაც მოსწონთ და ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ იზრდება როგორც ამერიკული საფონდო ბირჟა, ასევე თავად ქვეყნის ეკონომიკაც. საქმე საღამოში გეოპოლიტიკაზე და უცხოურ მოვლენებზე საუბარს ვაგრძელებთ და უცხოეთში მოგეხსენებათ ბოლო პერიოდის განმავლობაში დომინირებს ძირითადად დონალდ ტრამპი, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ იღებს გადაწყვეტილებებს და ამჯერად მან მიიღო ერთი უცნაური გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტობრივად ერთი კვირით ადრე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს აღმასრულებელ ბრძანებაზე, რაც უკავშირდებოდა ფედერალური დახმარების პროგრამების შეჩერებას, დაპაუზებას და ეტაპობრივად გაუქმებას. ეს ის სადავო გადაწყვეტილებაა, რომელმაც ამერიკაში გამოიწვია მარტივად რომ ვთქვათ, ნებათვა ღელვა და ასევე ფედერალური სასამართლოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება დროებით იქნა დაბლოკილი და როგორც ჩანს, ტრამპს ურჩიეს მისმა მრჩევლებმა და მეგობრებმა, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ძალიან ბევრ ადამიანს გაანაწყენებდა და ამიტომაც საერთოდაც არ ღირდა ამ საკითხზე მიწოლა ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბრძანება ამ ეტაპზე არის სრულად გაუქმებული, ანუ ფედერალური დახმარების პროგრამები იმ სახით, რა სახითაც აქამდე არსებობდა, გაგრძელდება ამერიკაში, დახმარებას მიიღებენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პარამეტრის მქონე ადამიანები, მათ შორის მოიაზრებიან ის ადამიანები, რომელთაც საკრედიტო შეფასება აქვთ საკმაოდ დაბალი და ისინი არიან მაგალითად შემწეობის მიღების ზღვარზე. ასევე ეს პროგრამები იყო მორგებული თანასწორობის ხელშეწყობაზე, ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე და მათ შორის მდგრადობაზეც, ხოლო ეს საკითხები მოგეხსენებათ ძირითადად ტრამპს არ უყვარს, მაგრამ როგორც ჩანს, მან შეისმინა ის პროტესტი და ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა. ტრამპმა კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკავშირდება ანტისემიტიზმთან ბრძოლის ბრძანების გაცემას. ცოტა იყოს და უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ შევეცდები აგიხსნათ თუ რა გააკეთა ტრამპმა. მოკლედ, მან ხელი მოაწერა კიდევ ერთ განკარგულებაც, რაც უკავშირდება ანტისემიტიზმთან ბრძოლას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სამსახურებს დაევალათ ანტისემიტისტური განწყობის კონტროლი და იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც მაგალითად მიჩნეულნი არიან ამ სახის დანაშაულში. ასევე ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ის ქვეყნიდან დეპორტაციას გაუკეთებს ყველა იმ არაამერიკელ სტუდენტს, რომელიც მონაწილეობს პალესტინის მხარდასაჭერ აქციებსა და დემონსტრაციებში. ეს განცხადება ცოტა არ იყოს და რადიკალურადაც კი შეგვიძლია მივიღოთ, მაგრამ მოგეხსენებათ ტრამპს ზოგჯერ სიხისტეს ჩვევია და ესეც ამ გადაწყვეტილებების კატეგორიას შეგვიძლია მივაწეროთ.
თავად ამ, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ბრძანების ხელის მოწერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ისრაელის მხარდაჭერა, რომელიც არის ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო პარტნიორი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეგიონში დღეს ამერიკას ჰყავს სწორედ ერთადერთი საყრდენი, რომელიც არის ისრაელი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა როგორც იარაღით, ფულით და სხვადასხვა სახის რესურსებით, ასევე რა თქმა უნდა, მორალურად და იდეოლოგიურად, რადგანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისრაელის მიმართ კრიტიკა არის გამწვავებული მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპაში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებში და აგრეთვე ამერიკაში და ამერიკის მოსახლეობაში უფრო მეტად თუ კონცენტრირდებით შედარებით ლიბერალურ მოსახლეობაში, ისინი აცხადებენ, რომ ისრაელი, რასაც აკეთებს ღაზის სექტორთან მიმართებით, ეს არის ძალიან ახლოს გენოციდთან, ამიტომაც ეს ქვეყანა უნდა იქნეს გაჩერებული და მისი დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს, მაგრამ ტრამპი ამ, ასე ვთქვათ, იდეას რა თქმა უნდა არიზიარებს, რადგანაც ის არის რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, ხოლო რესპუბლიკელები მოგეხსენებათ ისტორიულად ყოველთვის გვერდით დგანან ისრაელისა. ევროკავშირთან დაკავშირებითაც გვაქვს რამდენიმე საინტერესო სიახლე. ერთ-ერთი უკავშირდება ახალი ტარიფების ამოქმედებას რუსული და ბელარუსული წარმოშობის აგროპროდუქტების წინააღმდეგ. ანუ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელსაც ბელარუსი და რუსეთი ყიდიან, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე. შეიძლება გაგიჩნდეს შეკითხვა, რატომ არ იყო ეს აქამდეც სანქცირებული და ასე ვთქვათ შეზღუდული, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც ევროკავშირმა თავის დროზე დაუშვა, რადგანაც ევროკავშირის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დამოკიდებული სოფლის მეურნეობის სექტორზე. რუსული და ბელორუსული წარმოშობის, ასე ვთქვათ, კომპანიების მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ევროკავშირში უკვე მიიღეს იმის გადაწყვეტილება, რომ ამ სახის პროდუქტებზე დააწესონ ტარიფები. აქ საინტერესო ერთი ის გარემოება, რომ ტარიფი არ არის თავისი არსით სანქცია, შესაბამისად მის დაწესებას არ სჭირდება ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სულ რაღაც 15 სახელმწიფოს თანხმობაც არის საკმარისი იმისათვის, რომ ტარიფები ამოქმედდეს, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერავინ ვერ დაბლოკავს, მათ შორის ვერც უნგრეთი. ერთი კიდევ საინტერესო გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ რუსეთისთვის დიდად არა, მაგრამ ბელარუსისთვის სოფლის მეურნეობის ინდუსტრია არის ეკონომიკის საყრდენი. უფრო მეტიც, მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი თითქმის გენერირდება სწორედ აგროპროდუქციის ექსპორტით და მათ შორის რესურსების გაყიდვით. ამიტომაც ბელარუსი სავარაუდოდ ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს ამ ტარიფების ამოქმედებით, ვინაიდან ტარიფები გააძვირებს ბელარუსულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე, ამიტომაც მომხმარებლებს ნაკლები სურვილი და ინტერესი ექნებათ იმისა, რომ შეიძინონ ბელარუსული წარმოშობის პროდუქტი, რადგანაც ის სავარაუდოდ ევროპულზე გაცილებით უფრო ძვირი იქნება და თანაც ბელარუსი მოგეხსენებათ ევროპაში დიდად არც უყვართ. ევროკავშირი კიდევ ერთ საინტერესო სანქციაზე მუშაობს, ეს უკავშირდება რუსეთიდან ალუმინის იმპორტის სრულად აკრძალვას. ალუმინი არის კრიტიკული მნიშვნელობის მეტალი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მოგეხსენებათ მსოფლიოს მასშტაბით ყიდის, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი ექსპორტისათვის იყო, რა თქმა უნდა, ევროკავშირი. ეს საქონელი სხვათა შორის არ იყო თავის დროზე სანქცირებული, რადგანაც რუსულ ალუმინს იყენებდნენ ევროპული ქარხნები, მათ შორის განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიები, მათ შორის გერმანული, ფრანგული და იტალიური კომპანიები, რომელთაც ალუმინი მოგეხსენებათ ძალიან დიდი რაოდენობის სჭირდებათ, რადგანაც ავტომობილის გარე კარკასის ლამის 90% არის დამზადებული ალუმინისგან. შესაბამისად, მოთხოვნა ევროკავშირში იყო, ხოლო მიწოდების ჯაჭვების გადალაგება, ესეთი მარტივი არ იყო ამ დროის განმავლობაში, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კომპანიებმა მოიძიეს ალტერნატიული მიმწოდებლები და მოახერხეს ჩანაცვლება რუსული ალუმინისა. ამ ყველაფრის ფონზე გასულ წელს საერთო ჯამში მოცულობა ალუმინისა, რომელიც ექსპორტირებული იყო რუსეთიდან ევროკავშირში, შემცირდა 320,000 ტონამდე, რაც დრამატულად შემცირებული მაჩვენებელია, რაც საბოლოო ჯამში აძლევს ევროკავშირს იმის თავდაჯერებულობას, რომ ეს მორიგი სანქციაც აამოქმედოს და ამით, რა თქმა უნდა, რუსეთის ბიუჯეტს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს. რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯებს კიდევ ერთი სახელმწიფო დგას და ეს სახელმწიფო არის არც მეტი არც ნაკლები სირია, სადაც მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ დაემხო დიქტატურა და დამყარდა ახალი
მთავრობა, რეჟიმი, მმართველობა, რომელსაც ჯერჯერობით რთულია უწოდოთ დემოკრატიული, რადგანაც ის დემოკრატიული გზით ნამდვილად არ მოსულა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სამხედრო გადატრიალებაზე, რომელიც დემოკრატიული თავისი არსით არ არის. მაგრამ ეს მთავრობა საკმაოდ დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს, რადგანაც როგორც ჩანს, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სირიის ახალმა ხელისუფლებამ მოითხოვა რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რამდენიმე მილიარდ დოლარზე, რომელიც სირიამ უნდა მიიღოს იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია სირიას წლების განმავლობაში აქტიურად ბომბავდა და თანაც იქ ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს. ამ ყველაფრის მიზეზი და მიზანი იყო, რა თქმა უნდა, დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცვა და ამ მარიონეტული, ასე ვთქვათ, რეჟიმის შენარჩუნება, რომელიც საბოლოო ჯამში დაემხო. სირიის ახალი ხელისუფლება კიდევ ერთ რაღაცას მოითხოვს და ეს უკავშირდება ბაშარ ალ-ასადის გადაცემას, ანუ ექსტრადაციას სირიაში და შემდეგ მის გასამართლებას. მოგეხსენებათ, დიქტატორი ამჟამად თავს მოსკოვში აფარებს, ის იმყოფება ვლადიმირ პუტინის ფარველობაში, მაგრამ როგორც ჩანს, სირიის ხელისუფლება ძალიან დაჟინებით სურს ბაშარ ალ-ასადის გადაყვანა სირიაში და შემდეგ უკვე მისი გასამართლება, რომელიც სავარაუდოდ პატიმრობით არ დასრულდება და ბაშარ ალ-ასადი თუ კი დაბრუნდება სირიაში და იქ იქნება გასამართლებული, სავარაუდოდ იგი თავის სიცოცხლესაც დაემშვიდობება. აქვე სირიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება სირიაში ახალი პრეზიდენტის გამოცხადებას. დიახ, გამოცხადებას და არც არჩევას, რადგანაც სირიაში მოგეხსენებათ, არჩევნები არ ჩატარებულა. ეს ადამიანი, რომელსაც ახლა ეკრანებზე ხედავთ, არის აჰმედ ალ-შაარა, რომელიც არის ამჟამად უკვე სირიის დროებითი გარდამავალი მთავრობის ლიდერი, რომელიც არის ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტი, მთავარსარდალი და ის იქნება წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე სირიისა. თავად ეს ადამიანი არ გეგონოთ არც პოლიტიკოსი, არც იურისტი და არც საჯარო მოხელე. ეს ადამიანი არის არც მეტი, არც ნაკლები სამხედრო დაჯგუფების სარდალი და ერთ-ერთი ის რევოლუციონერი, რომელმაც მოახერხა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა. აგრეთვე ის წლების განმავლობაში იყო აფილირებული ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-კაიდასთან, ანუ პლანეტის ისტორიაში ყველაზე საშიშ და ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ანუ ის ამერიკისა და ევროკავშირის კეთილგანწყობით დიდად არ სარგებლობს, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად პოლიტიკურ ლიდერად იქცა და ის ამბობს და ანონსებს იმას, რომ მომდენო 4 წლის განმავლობაში იგი ქვეყანაში გაატარებს რეფორმებს, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებს, აღადგენს ინსტიტუტებს, რის შემდეგაც სირიაში ჩატარდება 4 წლის შემდეგ პირველად რეალური არჩევნები, სადაც მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ თუ ვინ იქნება მათი მთავრობის ხელმძღვანელი, თავად თვითონ თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იმ დროს იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე. ასევე ეს ადამიანი იმასაც ამბობს, რომ სირიაში უნდა დაიწეროს და შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, უნდა შეიქმნას ახალი პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ორგანოები და საბოლოო ჯამში ქვეყანა უნდა იქცეს დანგრეული სახელმწიფოდან რეალურ სახელმწიფოდ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ხალხის ინტერესებს დაიცავს. საქმე საღამოს ვაგრძელებთ გლობალურ ბიზნესზე. საუბრით და პირველი სიახლე, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს უკავშირდება OpenAI-ს, რომელიც ბოლო პერიოდში გაეხვა ქარცეცხლში, ვინაიდან მისი კონკურენტი დაიბადა ჩინეთში DeepSeek-ის სახით. როგორც OpenAI აცხადებს, DeepSeek-ი რაღაცეებში იტყუება და ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც გამოვლინდა, ეს უკავშირდებოდა მოსწავლეების გამოყენებას, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს AI მოსწავლეებზე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, AI, რომელსაც DeepSeek-ი წარმოადგენს თავის ბაზარზე, არის დასწავლული OpenAI-ის მიერ გენერირებულ კონტენტსა და გამოთვლებს. ეს წინადადება ნამდვილად რთულად ჟღერს, მაგრამ შევეცდები აგიხსნათ. მოკლედ, OpenAI ბრალსდებს DeepSeek-ს იმაში, რომ ეს კომპანია თავის ხელოვნურ ინტელექტს ამუშავებდა OpenAI-ის მიერ გამოთვლილი მონაცემებით, ანუ ის 6.5 მილიონიანი დანახარჯი, რომელიც ამ კომპანიას ჰქონდა, იყო უბრალოდ სიცრუე და ფანდი, რადგანაც რეალურ გამოთვლებს, რეალურ ენერგიის ხარჯვას და რეალურ კომპიუტინგს სწევდა ისევ და ისევ OpenAI-ის data ცენტრი, ანუ ChatGPT AI და Nvidia-ს ის მოწყობილობები, რომლებიც იყო განთავსებული OpenAI-ის ცენტრში. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს გლობალურ ბიზნესში, ეს უკავშირდება ამჯერად კომპანია Meta-ს,
Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ის და სხვა სოციალური ქსელების მფლობელ კომპანიას, რომელიც მზად არის, რომ 25 მილიონი დოლარი გადაიხადოს იმისათვის, რომ დონალდ ტრამპთან მორიგდეს და ამითი სასამართლო დავა დასრულდეს. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპმა 2021 წელს დაიწყო დავა მეტას წინააღმდეგ, რომელშიც ტრამპი მეტას ბრალს დებდა ცენზურის დაწესებაში. ცენზურა კი ამერიკაში ძალიან არ ვყართ, უფრო მეტიც კონსტიტუციით არის შეზღუდული ნებისმიერ სახის ცენზურის ამოქმედება ამერიკაში, განსაკუთრებით თუ კი საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ხოლო როგორც ტრამპი ამბობს, 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმის პერიოდში მეტამ ცენზურა დაუწესა დონალდ ტრამპს, ვინაიდან მისი ანგარიშები Facebook-ისა და Instagram-ისა იქნა დეაქტივირებული და პრეზიდენტი იქნა გაძევებული სოციალური ქსელებიდან. ეს დავა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, მას ბოლოს უკვე პირი აღარ უჩანდა რომ დასრულდებოდა და საბოლოო ჯამში როგორც ჩანს, ცუკერბერგმა გადაწყვიტა რომ ეს დავა დაასრულოს, გადაიხადოს 25 მილიონი დოლარის ჯარიმა და ამით რა თქმა უნდა მოიგოს დონალდ ტრამპის გული, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში იქცა დონალდ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერად, პარტნიორად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას, რადგანაც მეტას, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მიზნები აქვს, ვიდრე უბრალოდ ერთი სასამართლო დავის მოგება და 25 მილიონი დოლარი კომპანიისთვის, რომლის კაპიტალიზაციაც $1.7 ტრილიონ შეადგენს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის უბრალოდ კაპიკები. მეტას შემოსავალი და კაპიტალიზაცია ტყუილად არ გვიხსენებია, რადგანაც მეტას აქვს გამოქვეყნებული თავისი კვარტალური შედეგები, რომელიც გასაჯაროვდა გუშინ და ეს შედეგები არის გასაოცარი, მარტივად რომ ვთქვათ. 2024 წელს კომპანია მიიღო 164 მილიარდი დოლარი შემოსავალი, რაც არის 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ამ დროს მოგებამ შეადგინა რეკორდული 62 მილიარდი დოლარი, მატება არის 59%. მეოთხე კვარტალში შემოსავალი იყო 48 მილიარდი, მოგება 21 მილიარდი დოლარი, აქ არის მატება 49%. საერთო ჯამში მიმდინარე წელს მეტას კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე არის გაზრდილი 70%-ით, ხოლო მისი საბაზრო შეფასება ამჟამად შეადგენს $1.7 ტრილიონ და ამაჩვენებლით მეტა იმყოფება პლანეტის 5 უმსხვილეს კომპანიაში. მოკლედ, აი ასეთი ამბები არის ამჟამად. მსოფლიოში ჩვენ კი საქმე საღამოს ზუსტად ერთ წუთში რეიტინგებით გავაგრძელებთ. იგლი ჰილსმა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი თბილისის მაგისტრალის მიმდებარე სოფელ ფონიჭალასა და ახტაკლიაში მდებარე 590 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე. ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც კომპანიამ გამოაქვეყნა. რენდერის თანახმად ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრძანისის ტყეპარკი ეწოდება. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება არც პრაქტიკული კუთხით გვაფერხებს და არც სიმბოლური კუთხით არ აქვს რაიმე ნეგატიური დატვირთვა. ეს განცხადება ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი ლაივში გააკეთა. მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები და ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის მიერ ოფშორებიდან საქართველოში კომპანიების გადმოტანაზე ინფორმაციას X-ზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოფშორების კანონის მიღება მაშინ მოხდა, როდესაც მთელი ყურადღება აგენტების კანონზე იყო მიმართული. მის შეფასებით საკითხმა არ გამოიწვია სათანადო რეაქციები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპული კომისიის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. Ori 2024 წელი გლობალური კინოინდუსტრიისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ერთი მხრივ არაერთი წარმატებული ფილმით, ხოლო მეორე მხრივ ჰოლივუდში მასობრივი გაფიცვებით იყო ეს წელი დახასიათებული. სირთულეების მიუხედავად, კინოეკრანებზე არაერთი ფილმი გამოჩნდა, რომლებმაც კინოსტუდიებს დიდძალი შემოსავალი მოუტანეს. დღეს საქმეა საღამოში სწორედ იმ ფილმებს გაგაცნობთ, რომელთაც 2024 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღეს. პირველი ფილმი, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის Inside Out 2. ალბათ არავინ არ ელოდით ამ ფილმს რეიტინგის პირველ ადგილზე, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ფილმმა დააგენერირა, როგორც ხედავთ, $1.7 ტრილიონ შემოსავალი. ეს არის Disney-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელზედაც Pixar Animation იმუშაობდა, ლეგენდარული სტუდია და საერთოდ ჯამში ეს მოგვითხრობს ემოციების ისტორიას და ამ ფილმმა სულ რაღაც 19 დღეში დააგენერირა $1 მილიარდი შემოსავალი, რაც არის
დისნეის მიერ წარმოებული მულტიპლიკაციური ფილმის მიერ დაფიქსირებული რეკორდი. ასევე მას აქვს ძალიან კარგი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან, ვინაიდან მისი IMDb რეიტინგი შეადგენს 7.6. დრო გადავინაცვლოთ ჩვენი რეიტინგის რიგით მეორე ფილმზე, რომელმაც ძალიან კარგი წელი აჩვენა 2024 წელს, ეს არის Deadpool and Wolverine, სუპერგმირების crossover-ი, რომელმაც დიდ ეკრანებზე გასვლით მიიღო დაახლოებით $1.3 მილიარდი შემოსავალი. ამ შემთხვევაშიც ვხედავთ Disney-ს, კერძოდ Marvel-ს, რომელმაც იმუშავა ამ ფილმის შექმნაზე. Ryan Reynolds-ის და Hugh Jackman-ის, ასე ვთქვათ, მონაწილეობით ვიხილეთ ეს ფილმი, რომელიც არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი R-rated ფილმი, სადაც არის ბინძური იუმორი და სხვადასხვა სახის ისეთი სცენები, რომელთაც როგორც წესი 18 წლამდე ასაკის ადამიანებს არ ანახებენ. საინტერესო ის, რომ ფილმის შექმნაზე თავის დროზე დაიხარჯა სულ რაღაც $200 მილიონი, რაც ძალიან იაფადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ანუ მოგებამ შეადგინა $1.1 მილიარდი. მეტი ვიდრე დანახარჯმა, რომელიც გაიწია ამ ფილმის შესაქმნელად, ხოლო ასეთი კარგი შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ კიდევ არაერთ crossover-ს ვიხილავთ Marvel-ის მხრიდან, რადგანაც როგორც ჩანს, ეს მიდგომა მუშაობს. კიდევ ერთ ფილმზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ასევე მულტიპლიკაციური ფილმების ჟანრს მიეკუთვნება, ეს არის Despicable Me 4, რომელიც არის Universal Pictures-ის შემოქმედება. აქ შემოსავალი შეადგენს $970 მილიონ და გვიყვება გრიუს შესახებ, რომელიც არის, შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანი, პერსონაჟი, რომელიც აკონტროლებს მინიონებს. საინტერესო ისტორია, რომელსაც ძირითადად ბავშვები უყურებენ, მაგრამ ბავშვები არ არის ხელწამოსაკრავი აუდიტორია, რადგანაც სწორედ მათ ხარჯზე, როგორც ხედავთ, Universal Pictures-მა ამის $1 მილიარდი შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზე მყოფი ფილმიც, სხვათა შორის, წელს ისე აღმოჩნდა, რომ მიეკუთვნება მულტფილმების კატეგორიას, ეს არის Moana 2, ამ შემთხვევაში შემოსავალი, როგორც ხედავთ, არის მსგავსი, $883 მილიონი, ამ შემთხვევაშიც კომპანია არის Disney, მოკლედ 2024 წელი იყო პირდაპირ Disney-ის წელიწადი, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. ეს მულტფილმი მიეკუთვნება ფანტასტიკის ჟანრს, სადაც მთავარ როლს ახმოვანებს Dwayne Rock Johnson-ი, რომელიც პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი არის ამ ეტაპზე. ფილმის ბიუჯეტი იყო სულ რაღაც $150 მილიონი, მაგრამ როგორც ჩანს, მან ყველანაირი მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე დიდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას, ვიდრე იყო გაწეული ხარჯი, ხოლო IMDb რეიტინგი სხვათა შორის იყო 7, რაც შესანიშნავი შედეგია და დროა გადავინაცვლოთ რეიტინგის მეხუთე ფილმზე, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბებით იყო ალბათ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, ეს არის Dune-ის მეორე ნაწილი, Warner Brothers Pictures-ის მიერ შექმნილი, რომლის შემოსავალმაც როგორც ხედავთ, შეადგინა $714 მილიონი. რეჟისორი კი არის ლეგენდარული დენის ვილნევი. ეს არის Dune-ის მეორე ნაწილის გაგრძელება, რომელიც არის გალაქტიკური მოგზაურობის, ასე ვთქვათ, გაგრძელება. ძირითადი თემები, რომლებიც Dune-ში გამოიკვეთა, ეს არის ძალაუფლება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება, დეტერმინიზმი, რელიგია და ასევე ადამიანის გადარჩენის სურვილი, ვისაც Dune-ის წიგნების სერია წაგეკითხავთ, დამეთანხმებით ალბათ, რომ ფილმის ადაპტაცია, რომელიც არის წარმოდგენილი ვილნევის მიერ, არის ნამდვილად შესანიშნავი, სწორედ ამიტომაც ამ ფილმმა დაისახურა როგორც კინოკრიტიკოსების მოწონება, ასევე ფანების მხრიდან დაფასება და ყველანი ალბათ უკვე მესამე ნაწილს ველოდებით, რადგანაც მეორე ნაწილი ისე დასრულდა, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრილოგია იქნება ძალიან საინტერესო. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ Warner Brothers-ი არ ჩერდება ამითი, სავარაუდოდ Dune-ის კიდევ რამდენიმე სერია გამოვა, მათ შორის ახალი სერიალიც არის ხელმისაწვდომი, რომელიც აგრეთვე არის შესანიშნავი. მოკლედ, აი ასეთი იყო 2024 წელი და ასეთი იყო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგი ჩვენ კი საქმეს საღამოს ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებთ საფონდო ბირჟების მიმოხილვით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება პოლიტპატიმრების გათავისუფლების ახალი არჩევნების მომზადებისა და სხვა პირობებით ცნო. ქართული ოცნება კი პროტესტის ნიშნად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. რას ნიშნავს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი ევროპის საბჭოს დატოვება ან გარიცხვა და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს საქართველოსთვის. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად.
საქმეს აღამოს ვაგრძელებს საფონდო ბირჟებზე საუბრით, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატებით, რომელსაც გუშინ საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, საშუალოდ 9%-იანი ზრდა იყო და დღესაც, როგორც ხედავთ, Wall Street-ზე ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ პოზიტიური. S&P 500 ინდექსი ამ ეტაპზე არის გაზრდილი 0.19%, Dow Jones-ის შემთხვევაში მატება გვაქვს 0.24%, Nasdaq-თან მიმართებით კი კორექცია არის 0.13%. ამერიკასთან მიმართებით უნდა ითქვას ერთი საინტერესო რამ ის, რომ დაიწყო კორპორაციული სექტორის მხრიდან კვარტალური შედეგების გასაჯაროება, მეტას შესახებ უკვე მოგიყევით, მას ფენომენალური შედეგები აქვს, მაგრამ კარგი შედეგები არ ჰქონდა, მაგალითად Microsoft-ს ასევე მომავალ კვირას უკვე შევიტყობთ Apple-ის, Amazon-ის და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალურ შედეგებს, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საფონდო ბირჟის ბედიღვალს წარმართავენ სწორედ ტექნოლოგიური გიგანტები. გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ინვესტორების განწყობა კიდევ უფრო უკეთესია, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ლამის 0.90%-ით არის გაზრდილი. ასევე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება იაპონიაში, სადაც Nikkei ინდექსი 0.25%-ით გაიზარდა, შანხაის შემთხვევაში კი გვაქვს მცირედი კორექცია, ვარნა არის -0.07%. აქვე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ნავთობზეც, მისი ღირებულება არის დღის განმავლობაში 9%-ით გაზრდილი, Brent-ის ფასი $77, WTI-ის ღირებულება კი $73 ნიშნულს უახლოვდება. მცირედი მატება გვაქვს რუსულ ნავთობთანაც, ის უკვე $79 არის ბირჟაზე. ხელმოსაწვდომი. ბუნებრივი აირის ფასი არ შეცვლილა დღის განმავლობაში, მაგრამ ერთ კვირაში მატება 5%-ზე მეტია, როგორც ხედავთ, მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 51.9 ევროიან ნიშნულს აღწევს. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ფასი საკმაოდ მკვეთრად იზრდება, როგორც ხედავთ, 1%-ია მატება, ანუ ლამის $30 და უნცია მეტალის ფასი უკვე შეადგენს $2790. ერთ თვეში მატება 6.9%-ია, ერთ წლიან პერიოდში 37% და თუ კი ტენდენცია ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ მომავალ კვირას უკვე ოქრო ახალ ისტორიულ რეკორდულ ფასს დააფიქსირებს. ასევე საკმაოდ კარგი ვითარება არის კრიპტობაზარზე, როგორც ხედავთ, 2.9% გვაქვს ამ შემთხვევაში მატება, ბაზრის საერთო შეფასება ამჟამად შეადგენს $3.740 მილიარდ. ბიტკოინის ფასი $105,300 პარაგრაფშია, თანაც სტაბილურად, ეთერიუმის ღირებულება კი $3,200 შეადგენს. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინის უკვე უახლოვდება $2.1 მილიარდ, ეთერიუმი კი დაახლოებით $400 მილიარდ არის. ხელმისაწვდომი შედარებისთვის გეტყვით, რომ ამჟამად უკვე ბიტკოინის კაპიტალიზაცია აჭარბებს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, სადაც მოგხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოადგენლნი, რომელთაც გუშინ ფენომენალური შედეგები ჰქონდათ, მაგრამ დღეს მცირედი კორექცია გვაქვს, მაგალითად, საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული. TBC-ის შემთხვევაშიც კორექცია არის, დაახლოებით 1.72%, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი გაცვლითი კურსი დღის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, დოლართან მიმართებით კურსი ისევ და ისევ 2.87-ია, ევროს კურსი არის 2.99, სტერლინგის გაცვლითი კურსი კი 3.57 და ბოლოს ოროდი სიტყვა უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ლარში ინვესტორების შესაძლებლობაზეც, რომელსაც Foresight Investment Group-ი გვთავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად სტანდარტულად შეადგენს 8.9%, ხოლო თუ კი ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი გაქვთ, მაშინ უკვე ამონაგების მოცულობა წლიურად აღწევს 10%-საც კი. სარგებელი თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, მისი გატანა და ხილოსოფიის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ასეთი ვითარება არის ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე და მსოფლიოში. საქმეის საღამო კი ამით დასრულებულია. თქვენ გელი წინ თელარ გელანდია საბჭოთა გადაცემა. წერტილი მე კი ამით გავშდებით. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.